Geni gemi Ევროპისკენ დაძრულია. არც თუ ისე შორეულ წარსულში ეს სიტყვები გახდა შემართების ის მამოძრავებელი ძალა, რომელმაც დღეს მე აქ ამ რეალობაში მომიყვანა. საქართველო, შენი გემი ევროპისაკენ დაძრულია. ეს გემი მძიმე და მძლავრ ზღვაზე არა დღეს, არამედ აიეტის დროსაც იდგა, მაგრამ ზღვა, რომელიც შორი იყო და გადაულახავი ჩანდა, დაახლოვდა, როდესაც ჩვენ მივიღეთ ვიზა ლიბერალიზაცია. პირველად კი ამ გემს შტორმიან ზღვაში სულხან-საბა გაჰყვა, მაგრამ მაშინდელმა ევროპამ არ დაუშვა ჩვენი პატარა გემი თავის ნავსაყუდელში. ევროპა ეს იდეა თავისუფლებისა. ევროპა მიაღწია მრავალ სოციალურ და ეკონომიკურ აღმავლობას. რითაც შეძლო ადამიანის წინ წამოწევა, მაგრამ როცა ევროპაში დანტემ შექმნა ღვთაებრივი კომედია, ეს ევროპული იდეალები ჩვენთან უკვე გააზრებული იყო ვეფხისტყაოსნის სახით. როდესაც ევროპული იდეა დგას ისეთ საწყისებზე, როგორიცაა ათენის დემოკრატია, რომის სამართალი, ქრისტეს მორალი, რომლის გვემდებარედ უნდა მივიჩნიოთ საქართველოსთვის ზურგის შექცევა. მთელმა კაცობრიობის ისტორიამ მხოლოდ ერთი ცივილიზაცია შექმნა, რომლის საფუძველს დასავლური აზროვნების კულტურაა და ჩვენ ვართ ამ ცივილიზაციის თანაავტორები, თუნდაც იმით, რომ ყავდა რუსთაველი, ვაჟა ილია და დღეს ყოვლად დაუშვებელია ამ მემკვიდრეობით დავეშვათ ფსკერზე. საქართველო, შენი გემი ევროპისაკენ დაძრულია. ამ სიტყვების გაჟღერებისას ხომ ნათელი იყო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის პორტრეტი, ის რომ მან ამ მოსახლეობის ნაწილი საბჭოთა საქართველოში არის დაბადებული. ნუ თუ ეს არ არის ერის ტრამვა, განართულია ამ მძიმე იარების დანახვა, რაც გაგვაჩნია და რაც ასე გვიშლის ხელს ამ გემზე ნიჩბის მოსასმელად. ჩვენი ათბო, ჩვენი წარსული გავს დავითისა და გოლიათის შერკინების ათობით ადამიანის პირად თავისუფლებას. იმიტომ ვწირავთ, რომ ერთი ვარსკვლავი ლურჯ მშვიდობიან დროშაზე ჩვენი ქვეყნის სახითაც ამოიკარგოს, მაგრამ ის იზოლაციის პერსპექტივა, რაც გვიქადის თუ არა რკინის ფარდის მიღმა აღმოჩენას, სადაც ერთხელ უკვე პირისპირ მარტონი დავშით ჩრდილოეთისა და აღმოსავლეთის ბოროტ ძალებთან. ბატონო ელჩო, მოგმართავთ თხოვნით, დააწმუნოთ ევროპელი ლიდერები, არ გაგვიუქმონ ვიზა ლიბერალიზაცია და არ გაგვაძევონ ევროსაბჭოდან. გაიხსენეთ ის თითეული ახალგაზრდა, რომელიც ევროპის იმნით ეგებებოდა მარბიელ რაზმებს. გაახსენეთ თუ რაოდენ ღირსეულად ეჭირა ქართველ ქალს ერთიანი ევროპის დროშა და გაახსენეთ, რომ ჩვენი პოლიტიკური საზოგადოების ერთადერთი ჭეშმარიტად გზად კვლავ რჩება და სიტყვები მე ვარ ქართველი და მაშასა და მე ვარ ევროპელი. პატივისცემით პოლიტიკური პატიმარი ზვია ცეცხლაძე, თბილისი, საქართველო, 2025 წლის 21 აგვისტო.